დღეს პროკურატურის მიერ დაჭერილი სპეცრაზმელები ჯალათი ხარებას ჯალათის სპეცრაზმელები რო ჩარეცხეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვიზიტის პარალელურად კობახიძის შეხვდა მოგიხსენებათ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი ჩინოსანი ნათლად მეტყველებს იმაზე რომ ივანაშვილი თავის გადასარჩენად სწირავს კოცბანდას იმ ცნობილ ქართულ ზღაპარში რომ არის ბარტყებს რომ უგდებს ოღონდ თავი გადაერჩინოს აქედან გამომდინარე მე მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას ვინც რეალურად ებრძვის რუსულ კოც რეჟიმს 26 მაისის აქცია რომელიც დაანონსა ოპოზიციურმა ალიანსმა ამ აქციის მნიშვნელოვნება ერთიურად იზრდება. ჩვენ ხედავთ, როგორ მოწყვლადი არის უკვე კოც რეჟიმი. ჩვენ ხედავთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ხალხის ბრძოლას და ამ ხალხის ბრძოლის შემხედვარე დასავლეთის ზეწოლას, რადგან რაც მოხდა დღეს, როცა ჯალათები დაიჭირეს, ხო? ეს სწორედ ხალხის ბრძოლისა და ამ ბრძოლის შემხედვარე დასავლეთის რეაქციის შედეგი არის. აქედან გამომდინარე, მე რადგან აბსოლუტურად ნათლად ვხედავ და არ მგონი ამაში მარტო ვიყო, იმაში რომ აშკარად მიმდინარეობს ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან 26 მაისის აქციის დაკნინება და ჩაფლავება, ამის ცდელობა, მინდა მათ მოუწოდო რა. ღმერთი არ გაგიწყრეთ. ღმერთი არ გაგიწყრეთ და ნუ ითამაშებთ ბორია ივანაშვილის თამაშს. არ ვლაპარაკობ მე აქ გირჩი რო არის იაგო ხუჩიასია, რომელიმე ალტინფოსია, რომელიმე სხვა ივანაშვილის ჯიბის პარტიებზე, ვითომ ოპოზიციურებზე, არა, მე ვლაპარაკობ იმ ხალხზე, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ დისკრედიტაციას ახდენს 26 მაისის აქციისა, იმაზე ლაპარაკით, რომ აი ოპოზიცია გაყიდულია, ეს ალიანსი არაფერს მაქნისი არ არის. მარტივად გეტყვით, აქ არა აქვს მნიშვნელობა ვინ ვისი მხარდამჭერი არის. მე მაგალითად არც ალიანსის მხარდამჭერი ვარ, არც ნაცმოძრაობის მით უმეტეს და არც არავისი, საერთოდ არავისი. ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე ვარ. მაგრამ ჩემი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება მალე გავათავისუფლოთ სამშობლო ამ კოც რეჟიმისაგან. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მიზანმიმართული მცდელობა, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამას ნათლად ვამჩნევ და ხედავ ახლა ბოლო 40 წელია ამათ უყურებ, ბევრი მათგანი დაბადებულიც არ იყო დღევანდელი ოპოზიციური ლიდერი, მე რომ ამას ვაკეთებდი ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან ამ პოლიტიკურ საქმიანობის პერიოდში, ხო? ვამჩნევ, დისკრედიტაცია მიმდინარეობს, რომ აი ოპოზიციურმა ალიანსმა ჩაიფსას და მერე ჩვენი დრო დადგება, არ დადგება. არ დადგება ეს თქვენი დრო, თუ ოპოზიციური ალიანსი ჩავარდება, აღარაფერი აღარ ეშველება მე ამ იმას სიტუაციის ხელმეორედ მოbrunებას უკან. ძალიან ძნელი იქნება. ამიტომ ნუ შეუწყობთ ის ხალხი, ვისაც უნდა ბორია ივანიშვილის რეჟიმისგან სამშობლოს გათავისუფლება, ამ ალიანსის ჩაფლავებას და იმაზე ოცნებას, რომ აი როგორმე დისკრედიტაცია მივაყენოთ ამ ხალხს. როგორც იქნა გაერთიანდნენ, რაღაც მონახეს საერთვენა და აკეთებენ, რაც აკეთებენ, რაც შეუძლიათ. ძალიანაც კარგი. ყველანი დავირაზმოთ 26 მაისის აქციისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში. ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. აქ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რომ ოპოზიციური ალიანსი ეს მიიწერს ამ მხარდაჭერას ხალხისა და ასე შემდეგ. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამას. ჯერ ეგეთი ვერ მიიწერს, მაგრამ მეორეც რომც მიიწეროს, მაგის პრობლემა არ არის. აქ მთავარი ისაა, რომ ხალხმა აჩვენოს, რომ აღარ უნდა კოცბანდა. ხალხმა აჩვენოს, რომ აღარ უნდა რუსულ ბოსელში ცხოვრება და ეს 100,000 და მეტი ადამიანი დაინახოს დასავლეთმა, რომ უფრო აქტიურად მიაწვეს ამ ისედაც უკვე დეგრადირებულ და შეყაყალებულ კოცბანდას.
რომ უფრო მეტი პოლიტპატიმარი გამოუშვას, უფრო მეტი დემოკრატიული რეფორმები გაატარებინოს, უფრო მეტი დათმობებზე წაიყვანოს. მარტივია, უმარტივეს რაღაცეებზე ლაპარაკობ. ხალხმრავლობა არის ჩვენი გამარჯვების გასაღები. ნუ დაელოდებით იმას, რომ 26 მაისზე ქართული ოცნება ფარხმალს დაყარის და კაპიტულაციას გამოაცხადებს. არა, ეს არის ეტაპობრივი სამუშაო და ეტაპობრივი ბრძოლა. 26 მაისისთვის საჭიროა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს და დაინახოს მთელმა მსოფლიომ, რომ საქართველოში საპროტესტო მუხტი ძლავრობს და ხალხი არ ეგუება რუსულ ქოძბანდას. ეს გაათმაგებს თავად შიგნით საპროტესტო მუხტის გამრავლებას და გაძლიერებას და პარალელურად ეს გაათმაგებს შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან საქართველოს დემოკრატიის, ანუ ჩვენი ქვეყნის ფიზიკურად გადარჩენის მხარდაჭერას. ჩვენ ფიზიკურად გადარჩენა გვჭირდება, აქ მე რომელიმე პოლიტიკური პარტიის გამარჯვება და ხელისუფლებაში მოსვლა კი არ მაინტერესებს. ჩემი უმთავრესი მიზანია, როგორც ერთი ნორმალური ქართველისა, რომ საქართველო გადარჩეს, როგორც სახელმწიფო ფიზიკურად და როგორც ქართველი ერი, რომელიც დემოგრაფიული კატასტროფის პირობებში იმყოფება და კი ხედავთ, მე მგონი, აგერ ბიძინა ივანიშვილი ეს რუსი დივერსანტი აწარმოებს ქართველი ერის ჩანაცვლების პროგრამას, უცხო ტომელები შემოყავს აქ. და ეს პროცესი რომ არ გაგრძელდეს და ეთნიკურ უმცირესობად რომ არ ვიხსნით, საჭიროა ბრძოლა სამშობლოს გადასარჩენად და ხალხმრავლობაა 26 მაისისთვის ამისათვის საჭირო. მე მგონი მარტივად და გასაგებად დავხსენი. დაივიწყეთ თქვენი ამბიციები. მე კიდევ არ ხსნი ბოლომდე ასე ვთქვათ კარტებს ბანკოს თუ გნებავთ. თუმცა ბევრი მაქვს საქმე და ძალიან კარგად ვხედავ ყველაფერს, ვირას აკეთებს და რატო აკეთებს. გადააბიძეთ საკუთარ ეგუებს, ნუ უჩიჩხინებთ ამ ოპოზიციურ ალიანსს და ყველანი იმისთვის ვიყოთ მომართული, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს 26 მაისს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თელმა სოფლიომ უნდა ინახოს საქართველოში არ უნდა ხალხს რუსულ ბოსელთან შეგუება და არ აპირებს ამას. აი ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა უახლოეს მომავლის პერსპექტივიდან დანახული. გაავრცელეთ ეს ვიდეო, ბევრმა ადამიანმა ნახოს და ბევრმა ადამიანმა გაიაზროს კარგად, რა ვთქვი. მე არავის არ უპირისპირდებით ჯერჯერობით, არავის არ აქვია განვიკითხავ, უბრალოდ გეუნებით მარტივად ამ ისტორიული შანსის გაშვება არის ისტორიული დანაშაული, საშვილთაშვილო დანაშაული. და მე ეს თქვენი ამბიციები ვიღაცეებისა, ხო? შეიძლება დაგჩეთ იმაში, რა ვქვია, გვერდზე მოგჩეთ. აი ასე. კიდევ ერთხელ დიდი თხოვნა იქნება გაავრცელოთ ეს ვიდეო და ბევრმა ადამიანმა ნახოს და გამოთქვით თქვენი აზრი, ვისაც შეგიძლიათ და გაქვთ უფლება ამისი.